თავი 23. და წამოიშალა მთელი ეს ხალხი და წაიყვანეს იგი პილატესთან. შეუდგნენ მის დადანაშაულებას და ამბობდნენ: ჩვენ ვნახეთ, რომ ეს აკეზებს ჩვენს ხალხს და გრძალავს კეისრისათვის ხარკის მიცემას. ხოლო თავის თავს უწოდებს ქრისტე მეფეს. პილატემ ჰკითხა მას: შენ ხარ იუდეველთა მეფე? ხოლო მან პასუხად უთხრა: შენ ამბობ. პილატემ უთხრა მღვდელ მთავრებს და ხალხს: მე ვერავით არ დანაშაულს ვერ პოულობ ამ კაცში. მაგრამ ისინი დაჟინებით ამბობდნენ: ეგ აღშფოთებს ხალხს, ასწავლის მთელ იუდეაში, გალილეიდან მოყოლებული აქამდე. პილატემ ეს რომ გაიგონა იკითხა: განა გალილეველია ეს კაცი? როცა შეიტყო რომ ჰეროდეს სამფლობელოდან იყო, გაუგზავნა იგი ჰეროდეს, რადგან იმ დღეებში ისიც იერუსალიმში იმყოფებოდა. ჰეროდემ იესო რომ დაინახა, ძალიან გაუხარდა. ვინაიდან დიდი ხანია სურდა მისი ხილვა, რა კი ესმოდა მასზე და იმედი ჰქონდა რაიმე სასწაულს ნახავდა მისგან. ბევრს ეკითხებოდა, მაგრამ იგი არაფერს არ პასუხობდა მას. მღვდელ მთავარნი და მწიგნობარნი კი იდგნენ და გაცხარებით ბრალსდებდნენ მას. ხოლო ჰეროდე თავის ჯარისკაცებით ურთ ამცირებდა მას და დასინოდა. ჩააცვა ბრწყინვალე სამოსელი და უკან გაუგზავნა პილატეს. იმ დღეს პილატე და ჰეროდე ერთმანეთს დაუმეგობრდნენ, თუმცა ადრე მტრობდნენ ერთი მეორეს. პილატემ მოუხმო მღვდელ მთავრებს და ხალხს და უთხრა მათ: თქვენ მოიყვანეთ ჩემთან ეს კაცი როგორც ხალხის წამქეზებელი და აჰა, მე თქვენს წინაშე გამოვიძიე და ვერავით არის დანაშაული ვერ პოვე ამ კაცში, რაშიც თქვენა დანაშაულეთ მას და ვერც ჰეროდემ, რადგან უკან გამომიგზავნა იგი. და აჰა, სიკვდილის ღირსი არაფერი ჩაუდენია მას. ამიტომ ჭკუას ვასწავლი და გაუშვებ. მას კი სწორედ ერთი უნდა გაეშვა სადღესასწაულოდ, მაგრამ მთელი ხალხი აუყვირდა: მოაშორე ეგ და გაგვითავისუფლე ბარაბაო, რომელიც ჩაგდებული იყო საპყრობილეში, ქალაქში მომხდარი რაღაც შფოთისა და მკვლელობისათვის. პილატემ კვლავ მიმართა მათ, ვინაიდან სურდა იესოს გაშვება, მაგრამ ისინი გაჰყვიროდნენ. მესამედ უთხრა მათ: რა მოროდება ჩაიდინა მან? მე ვერაფერი სასიკვდილო დანაშაული ვერ პოვე ამ კაცში. ამიტომ ჭკუას ვასწავლი და გაუშვებ. ისინი კი დაჟინებით ხმამაღლა მოითხოვდნენ, რომ ჯვარს ეცვათ იგი. დაიმძლა, რომ მათმა ხმამ და მღვდელ მთავრების ხმამ. და პილატემ გადაწყვიტა, შეესრულებინა მათი მოთხოვნა. გაუშვა შფოთისა და მკვლელობისათვის საპყრობილეში ჩაგდებული, რომელსაც ისინი მოითხოვდნენ. იესო კი მათ ნებას მისცა. როდესაც იგი წაიყვანეს, გზაში დაიჭირეს ყანიდან მომავალი ვინმე სიმონ კვირინელი. დააჰკიდეს ჯვარი, რომ ეტარებინა იესოს კვალდაკვალ. მისდევდნენ მას დიდძალი ხალხი და დედაკაცები, რომლებიც ტიროდნენ და მოთქვამდნენ მის გამო. იესო მიუბრუნდა მათ და უთხრა: იერუსალიმის ასულნო, ნუ სტირით ჩემზე, არამედ თქვენ თავზე და თქვენ შვილებზე იტირეთ. რადგან აჰა, მოდის დღეები, როცა იტყვიან, ნეტარ არიან უნაყოფონი და საშონი, რომელთაც არ უშობიათ და ძუძუნი, რომელთაც არ უყვებიათ. მაშინ ეტყვიან მთებს, დაგვეცით ზეთ და ბორცვებს დაგვფარეთ ჩვენ, ვინაიდან თუ ნედლხეს ასე ექცევიან, ხმელს რაღაც უზამენ. მასთან ერთად სასიკვდილოდ მიჰყავდათ სხვებიც, 2 ავაზაკი. როცა იმ ადგილას მივიდნენ, რომელსაც თხემი ჰქვია, იქ ჯვარს აცვეს ისიც და ავაზაკებიც, ერთი მის მარჯვნივ და ერთი მის მარცხნივ. იესო კი ამბობდა: მამაო, მიუტევე ამათ, ვინაიდან არ იციან რას აკეთებენ. გაიყვეს მისი სამოსელი წილისყრით. იდგა ხალხი და შეჰყურებდა. მთავრებიც დასცინოდნენ და ამბობდნენ: სხვებს იხსნიდა, ახლა თავისი თავი იხსნას თუ ეგ ქრისტია, ღვთის რჩეული. ასევე ჯარისკაცებიც დასცინოდნენ მას. მიდიოდნენ და ძმარი მიჰქონდათ მასთან. ეუბნებოდნენ: თუ იუდეველთა მეფე ხარ, იხსენი შენი თავი. მის ზემოთ იყო წარწერა ბერძნული,
რომაული და ებრაული სიტყვებით დაწერილი. ეს არის იუდეველთა მეფე. ერთი ჩამოკიდებული ბოროტმოქმედი გმობდა მას. განა შენ ქრისტე არა ხარ? იხსენი შენი თავი და ჩვენც. მეორე კი გაუწყრა და უპასუხა მას. ნუ თუ ღვთისა არ გეშინია, როცა შენც იმავე სასჯელში ხარ. ჩვენ სამართლიანად დავიმსახურეთ, ვინაიდან ჩვენ რაც გავაკეთეთ, იმისი საკადრისი მივიღეთ. მაგას კი არაფერი ცუდი არ ჩაუდენია. მან უთხრა: იესო, გამიხსენე, როცა შენ სასუფეველში მოხვალ. იესომ უთხრა მას: ჭეშმარიტად გეუბნები შენ, დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში. დღის 6 საათი იქნებოდა და მთელი დედამიწა ბნელმა მოიცვა 9 საათამდე. დაბნელდა მზე და ტაძრის ფარდა შუაზე გაიხა. იესომ დიდი ხმით შესძახა და თქვა: მამაო, შენს ხელთ ჩამიბარებია ჩემი სული. ეს თქვა და სული განუტევა. ასისთავმა რომ იხილა მომხდარი, ღმერთი ადიდა და თქვა: ჭეშმარიტად მართალი იყო ეს კაცი. ამ სანახაობაზე შეკრებილი მთელი ხალხი რომ ხედავდა რაც ხდებოდა, გულში მჯიღის ცემით ბრუნდებოდა უკან. ყველა, ვინც მას იცნობდა და დედაკაცები, გალილეიდან რომ მოხვდნენ, მოშორებით იდგნენ და უყურებდნენ ამას. აჰა, ერთი კაცი სახელად იოსები, საბჭოს წევრი, კეთილი და მართალი კაცი, რომელიც არ დაეთანხმა მათ თათბირსა და საქმიანობას, იუდეველთა ქალაქ არიმათიიდან, რომელიც მოელოდა ღვთის სასუფეველს. მივიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი. ჩამოხსნა იგი, გაახვია ტილოში და დაასვენა კლდეში გამოკვეთილ სამარხში, სადაც ჯერ კიდევ არავინ დაესვენებინათ. ის დღე პარასკევი იყო, შაბათი დგებოდა. უკან გაჰყვნენ დედაკაცებიც, რომლებიც იესოსთან ერთად მოვიდნენ გალილეიდან და უყურებდნენ სამარხს, როგორ დაიდო მისი გვამი. ამის შემდეგ დაბრუნდნენ მოამზადეს საკმეველი და ნელსაცხებელი. შაბათს კი მოისვენეს მცნებისამებრ.